თვითონ აი სიტყვაც მეტყველებს პირველ რიგში, ესე იგი ეს ერთგვარი არსობრივი წვდომა. ანუ ადამიანი უნდა ჯერ ჩვენ კარგად კიდევ ერთხელ განვიხილოთ და გავიაზროთ, რომ ჩვენ ღმერთმა შეგვქნა მარადისობისთვის, შექმნა იმისთვის, რომ მარადიულად დაუსრულებლად ვხარობდეთ უფლის წიაღში და ერთმანეთის სიყვარულში და ამის დასტური არის ის, რომ ერთადერთი არსება, რომელიც ღმერთმა საგანგებოდ შემოქმედებით შექმნა, ანუ თუ სამყარო შექმნა სიტყვით, აი ადამიანის მიმართ ასე წერია, რომ შექმნა ადამიანი თავის მსგავსად და ხატად. ოღონდ აქ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსგავსება არ არის მატერიალური მსგავსება, ფიზიკური მსგავსება, ეს არის სულიერი მსგავსება. ანუ ადამიანს ღმერთმა მიანიჭა უკვდავი და მარადიული სიცოცხლე, ანუ ცხოველს მყოფელი სული გონიერი, რომ აი ამ საკითხებზე, ღვთაებრივ საკითხებზე ადამიანმა შესძლოს განხთობა, ანუ ღმერთს მიახლოვება, განიწმინდოს, იცვალოს მტერი და დაუახლოვდეს იმ განცდას, იმ სამოთხისეულ მდგომარეობას, რომელიც ჰქონდა და დაკარგა, ესე იგი, სამოთხეში ყოფნის დროს ჰქონდა და დღესდღეობით დაკარგულია. და ბოლოს თავისუფალი ნება. თავისუფალი ნება კი ნიშნავს, რომ ღმერთმა ჩვენ მოგცა თავისუფალი არჩევანი. ხო და ადამიანმა თავისი გონებით უნდა აირჩიოს, რომელია სწორი და რომელია გამართლებული და რომელი ითვლება გამართლებულად, რომელიც ჩვენ დაგვიბრუნებს დაკარგულ სამოთხეს, ანუ აგვიდგენს ღმერთთან ყოფობის მარადიულ ურთიერთობას. ანუ ესე იგი ბედნიერებას დავიბრუნებთ ღვთის წიაღში. აი ეს არის ჩვენი თემა. ჯერას ხრწნილებისა და ამის შემოსად უხრწნელება. ეს არის კორინთელთა მიმართ ეპისტოლე პავლე მოციქულის სიტყვები. ამით დავიწყოთ ჩვენც. ეს სიტყვები არ გულისხმობს სულს, ვინაიდან სული არ ექვემდებარება ხრწნადობას. აღდგომა კი დამახასიათებელია მისთვის, რაც დაეცა, ეს კი სხეულია. აქედან გამომდინარე, აღდგება სწორედ სხეული. ეს არის წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებით ჩემო ძვირფასებო. ესე იგი, თუ სიკვდილს განსაზღვრავენ როგორც სულისა და სხეულის განშორებას, მაშინ აღდგომა ეჭვგარეშეა. სულისა და სხეულის კვლავ შეერთება და ცოცხალი არსების ხელახლა აღდგინება იქნებაო. ეს არის იოანე დამასკელის სიტყვები. ამით ჩვენ ვწმუნდებით წმინდა მამათა ესე იგი გადმოცემიდან, რომ აღდგომა აუცილებლად იქნება. ესე იგი, სულს აღდგომა არ უნდა, სული უკვდავია. აი ნახეთ, სამოთხეში ადამი იყო სულითაც უკვდავი და სხეულითაც უკვდავი. ჩაიდინარა ცოდვა, სხეულმა დაკარგა უკვდავება და წუთის სოფელში მოუხდით უკვე მოკვდავნი, სული კი რა თქმა უნდა უკვდავია. აქ ეხლა აღდგენაზეა, ანუ მეორედ მოსვლის დროს სული და სხეული ისევ შეხვდება და ადამიანი დაიბრუნებს სრულად თავის პასუხს, თავარია ის სად გააგრძელებს ცხოვრებას. ანუ ჩვენი არსობრივი მიზანი არის აღვიდგინოთ ჩვენი გაწყვეტილი დაკარგული კავშირი ღმერთთან, როგორც სულით, ასევე სხეულით. და იოანე ოქროპირი ამბობს, მიწათმოქმედი გახარებულია, როდესაც ხედავს თუ როგორ იხწნება თესლი მიწაში. შეშინებულია და ძრწის, როდესაც მის უხრწნელებას აღმოაჩენს, ვინაიდან გახრწნა ეს მომავალი ნაყოფიერების დასაბამია. სხეულის დათესვა ყველა სხვა დათესვაზე აღმატებულია, რადგან მიწა, რომელმაც ხრწნადი და მოკვდავი სხეული მიიღო, მას უხრწნელსა და უბიწოს დაგვიბრუნებს, დიდებულს და მარადილს. ეხლა ნახეთ, აი სააღდგომოთ ასეთი წესია ქრისტიანებს. გამჭვირვალე პატარა
ჭიქაში ან რაღაცა ესე იგი საგანზე შეგვიძლია მცირედი მიწა ჩავყაროთ და ხორბლის მარცვალი ჩავთესოთ ისე რომ ამ გამჭვირვალე შუშის პირიდან ჩანდეს რა მდგომარეობაში არის ხორბლის მარცვალი. ახლა რატო ხდება ეს წესი? უნდა მოიწყას, რა თქმა უნდა. მოდამ ყოველდღიურად ადამიანი თავის თვალით ხედავს, ჯერ როგორ იწყებს ხორბლის მარცვალი სიკვდილს, მწყობას, ხწნას. მერე შავდება, აი თითქოს გონია რომ უკვე დამთავრდა და ამისგან რაღა გამოვა და მოულოდნელად უცბად იწყება ახალი სიცოცხლე, ანუ გაღვივებას იწყებს, გათეთრდება და მერე უკვე ფესვებს გაიდგამს და ნელ-ნელა წამოყვობს თავს ზევით. ეს არის საოცარი პროცესი და მერე იცით რომ გამწვანდება ზედაპირზე და ეს არის სიცოცხლის დასაბამი. აი აქ ამას ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, რომ ხორბლის მარცვალი მაშინ არის მოსავლიანი, როდესაც ჯერ უნდა მოკვდეს მიწაში, გაიხწნას, დაალპეს, გაიხწნას და როცა აი ეს პროცესებს გაივლის, მხოლოდ იწყება მისი განაყოფიერება და მაშინ მერე წამოყვობს თავს და მერე რა თქმა უნდა ერთი მარცვალი დაისყავს ათობით მარცვალს და ეს პროცესიც მომწონს ხოლმე, როცა თავ-თავი დაუმძიმდება, ანუ ხმოიარობისგან თავს დაახრისო. ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი წესრიგშია და ერთმა მარცვალმა მოქცა, ესე იგი, ნაყოფი, ანუ გამოიწყა მრავალი ნაყოფი. როგორც ღირსი მამა ბასილი წერს, მიუხედავად იმისა, რომ აღმდგარი სხეულის ბუნება ერთნაირი იქნება, ამავე დროს მამის წიაღში სხვადასხვა სავანე იარსებებს. ანუ ისინი განსხვავებული იქნებიან ღირსების მიხედვით. განსხვავება იქნება არა მარტო მართავთა, არამედ ცოდვილთა შორისაც. ეხლა ეს რას ნიშნავს? აი როგორც წარმოიდგინეთ, რომ სავანეებად რო დავყოთ, სართულებად რა. ხო და აი ადამიანი რა სიწმინდეშიც აღესრულება, აი რასაც მოიპოვებს საზრდოს, თვისთვის წარსადგენს, იმის მიხედვით მიეცემა ადგილი ნეტართა შორის. ანუ სიტყვაზე მოღვაწე და დამსახურებული ბერი, თუნდაც მოწყარი და ერისკაცი შეიძლება თავისი დამსახურების მიხედვით მოხდეს მეხუთე, მეშვიდე, მეათე საფეხურზე, იარუსზე, სავანეში და ვიღაც სხვა, რომელსაც ნაკლები საქმე აქვს და ნაკლები ღვაწლი აქვს ღვთისა და ერის წინაშე, სიტყვაზე მოხდეს მეორეში. აი ამაზეა ლაპარაკი. ორივე ცხონდა, ორივე კარგად არის, მაგრამ იქ არსებობს უფრო და უფრო სხვა საფეხური და სხვა სავანი. ეხლა მე ასე მაქვს წაკითხული, რომ ადამიანი თავის ქვემოს საფეხურზე მდგომს ხედავს, მაგრამ თავის ზემო საფეხურზე მდგომს ვერა. და რა იდეა ამას ჩადებული, რომ ესე იგი 64 აღარ იქნება თუ ნახავ შენზე კარგად სხვა როგორ არის. ეგრე რომ შენ იმას ხედავ, რომ ყველაზე კარგად ხარ, ასე ვთქვათ, იდეალურად ხარ და თუმცა არსებობს სხვა სავანე და იქ აცილებით უფრო მეტი ნეტარება და აი აქ ამას ამბობს მამა ბასილი, და ბასილი დიდი, რომ ჯოჯოხეთშიც ესეაო, მოკლედ იქ უფრო დაბლა, კიდე დაბლა და მეტი სიღრმე და მეტი ესე იგი სიმძიმეებიც არსებობს. ანუ იქაც გააჩნია რა ცოდვით წარსდგები და რა ესე იგი ცოდვას დაიღებ აქედან. მეორედ მოსვლის დროს კი ის გამოჩნდება ვითარცა ელვაო. ეხლა ნახეთ, მაცხოვარი პირველად სიმდაბლით მოვიდა, ცხოვრობდა მშვიდად და თავმდაბლობით, ითმენდა დაცინვებს და სიძულვის ბოლოს სამსჯავროს გადასცეს და ჯვარს აცვეს. მეორედ მოსვლის დროს კი ის გამოჩნდება ვითარცა ელვა, ზეციური მხედრობის თანხლებით. ცადა მიწა შეიყევა, ზეთ აკარგავს თავის ნათელს, მთვარე და ვარსკვლავები დაბნელდებიან. ის მოვა იმგვარი სხეულით,
როგორიც მოწაფეებმა იხილეს თაბორის ფერის თვალებისას, ანუ გაბრწყინვებული. მაცხოვრის მეოდის მოსვლას წინ წარუძღვება ჯვარი და მკვდარ იგი ქრისტეს მიერ აღდგნენ პირველად. ყველა ვინც მაშინ ცოცხალი იქნება, მკვდრეთით აღმდგარი ადამიანების მსგავსად შეიცვლებიან, ანუ გადასხვაფერდება რა სხეული, ანუ ისეთივე გახდება, როგორც აღმდგარის მკვდრეთით აღმდგარი ადამიანების სხეული. მეხსა შინა თავსა წამსა თვალისას, ანუ მეხსეულად, ანუ ისე სწრაფად მოხდება, რომ თვალის დახამხამებაში ეს ყველაფერი. უხრწნელობა შეიმოსავენ ცოცხლებიც და ამგვარად მოხდება უფალთან საყოველთაო შეხვედრა. ეს არის, ანუ მეორედ მოსვლის ზეგი მდგომარეობა აღწერილი. მინდა ბასილი დიდი გვეუბნება ასევე, განკითხვის დღეს სული და სხეული ერთად წარსდგება სამსჯავროს წინაშე. უფალი არა მარტო დიდი ცოდვების გამო მოგთხოვს პასუხს, არამედ ყოველი უქმის სიტყვის გამოც. წიგნები გაიხსნება, რათა ერთდროულად ნათლად და მკაფიოდ წარმოაჩინოს კეთილი, ბოროტი, აშკარა, დაფარული საქმეები და აზრები, ისე რომ ყველამ ყველაფერი გაიგოს, ანგელოზებმაც და ადამიანებმაც. აი ერთ-ერთი ვერსია ასეთია რა, ჩვენთვის რომ ასობრივი მიხვედრა მოხდეს, წარმოიდგინეთ, რომ დიდ ეკრანზე აჩვენებენ მთელ შენ ცხოვრებას, დაფარულ შენ პიროვნებასაც, რომელიც მარტო შენი წინ და ღმერთმა და ხილულსაც, იმ ხილულ საქმეებსაც, რომელსაც ადამიანი ლამაზად წარმოაჩენს და რომელსაც მალავს, რომ არ გამოჩნდეს დაკნინებული, ისაც გამოჩნდება და უფრო მეცაც გეტყვით, ყოველ წარმოთქმულ სიტყვაზე, როგორც ამბობენ მამები, ჩვენ პასუხი უნდა ვაგოთ. უფრო მეცაც გეტყვით, აი მეათე მცნება ნიშნავს, რომ გული არ გითქმოდეს. ანუ გულშიც არ გაივლო ცუდიო. რა არის გულშიც არ გაივლო? აი შეიძლება სიტყვაზე გინდოდეს რაღაც ნივთის მოპარვა. მაგრამ არ შეგეწყოს ხელი და ვერ მოიპარო. აი ღმერთი ამას გითვლის მეათე მცნების დარღვევად, რომ შენ გულშიც არ უნდა გაივლო მოპარვა. აი ცუდი სიტყვა კი არა გაქვს, მაგრამ თუ გულში გაივლეს დილ სიტყვა, ამაზეც აღსარებაში უნდა განიწმინდო, თორე პასუხი მოგეთხოვება. ეგრე რომ მარტივად რო ვთქვათ, ჩვენი საქმეებისაც დაინახავს ყველა დიდ ეკრანზე, ჩვენს ყოველ წარმოთქმულ სიტყვასაც და ჩვენს გაფიქრებულსაც. მინდა ასევე გითხრათ, რომ აი თუ ადამიანი აღსარებაში აბარებს თავის ცოდვებს, რაც არ უნდა მძიმედ მოგეჩვენოთ ეს ცოდვები და რაც არ უნდა ესე იგი სიმძიმეს ჭრიოდეს ამ სიტყვებში, იქ რო აღსარებაში ჩააბარებ, ის წაიშლება ეკრანიდანაც, დავთარიდანაც, გნებავთ ასე, სადაც ბოროტები ინიშნავენ შენს ყველა ცოდვებს და წარადგენენ მერე შენი ანგელოზის წინაშე და იქ წაშლილი დახვდებათ, ანუ პასუხს გულწრფელი აღსარების და სინანულის დროს, სინანულის და გულწრფელი აღსარების დროს ჩადენილი ცოდვების გამო პასუხს არავინ არ მოგთხოვს და ვერც იხილავს ვერავინ ამ ცოდვებს. კირილე იერუსალიმელი ასეთ რამეს ამბობს, ყოველი შენი ლოცვა და ფსალმუნება ჩაწერილია, მოწყალება, მარხვა, ერთგულად დაცული ქორწინება და უბიწოება, ასევე ჩაწერილია ყოველი შენი მომხვეჭველობა, ბრუშობა, ქურდობა და მკვლელობა, ანუ ყველა კარგიც და ყველა ცუდიც იქნება წარმოდგენილი. მართალნი დაჯილდოვდებიან, ცოდვილნი კი დაისჯებიან, რა თქმა უნდა. ყველაზე საშინელი სასჯელი იქნება ისენით აუწერელი სისცხვილი, რასაც ცოდვილი განიცდის. ამ სისცხვილით დამძიმებულები იცხოვრებენ ისინი მარადიულად, რათა ყოველთვის თვალწინ ჰქონდეთ სხეულით ჩადენილი ცოდვის კვალი. ჯავრის დღეს, ანუ სამსჯავროზე, უფალი მართალთ თავის ნათელ მზერას მიაპყრობს და ალერსიანი ხმით ეტყვის. ანუ მოეფერებაო.
მოვედით კურთხევნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ გამზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით. ანუ ვიცით რომ მთავარი სიტყვა უფალს ეკუთვნის და აი მართალ ადამიანს ასე მოეფერება. ერთხელ აკაკი მიდიაშვილის ლექციიდან მახსოვს რომ აი რომ ვცდილობ რომ ეკლესიურად იცხოვრო, ხო? ჩვენი ხომ მცდელობა იწირებაო, იოანეს სინელი კიბისახწერილი ამბობს რომ ჩვენიო ადამიანებისო მხოლოდ მცდელობა იწირებაო და საქმეს კი თავად უფალი აკეთებს. აი შენ თავარია სადო, ის აღსარება, ის მარხვა, ის სიკეთის ქნა, აი მცირედი მცდელობაც კი ჩაგეთვლება დიდ საქმეთ და აი რომ ვცდილობ ასეთი რამე თქვა აკაკი მიდიაშვილმა რომ არსგებიო იქ სამჯავროზე უცბათო იქიდან გაიგებო ალერსიან ხმასო შენს დასახვედრად გამოემართება დიდი მამა და მოხვედი ჩემო საყვარელო ასე გეტყვის მე შენ გელოდი გაგიმზადიას შენ გონია სხვაზეა ლაპარაკიო და უკან მიიხედებიო სხვა არეუნებაო და აღმოაჩენ არავინ არ არის ხო და შენ გეუნები ჩემო საყვარელო შენ ხო არ გეშლებითო ეთქვიო მე აბა რა გავაკეთეო არაფერი ცოდვილი ადამიანი მოვედიო ხო და არა შენ რომ ეცადე აი ესე რომ გინდოდა ეს რომ წვალობდი შრომობდი ლოცულობდი ხო როგორც შეგეძლო მარხულობდი როგორც შეგეძლო ეზიარებოდი დადიოდი ტაძარში და ცდილობდი აი ჩაგითვლის როგორც დიდ ხვას და დიდ საქმეებსო და ეს მომწონს ძალიან ხო კიდევ ერთი მახსოვს რომ მამა თეოდორე გიგენაძე ამბობს ხოლმე ძალიან დასამშვიდებელ სიტყვებს რომ წარმოიდგინეთო ის ღმერთი რომელმაც უნდა გადაწყვიტოს შენი ბედიო აი ბოლოს სიტყვა მას ეკუთვნის და რასაც სიტყვის მოჩა მარადისობაში ხარ ან სიგნელეში ან ნათელში და სიტყვოში და იქო ბოლოს სიტყვა შენ მამას ეკუთვნისო წარმოიდგინე რომ შენი ხორციელი მამა რო ზიისო ეხლა აი მამა ჩემს აზორ გელაშვილი ქვია და აზორ გელაშვილი რომ დავინახოთ და მამა ჩემმა უნდა გადაწყვიტოს ჩემი ბედი ანუ შვილის ბედი აი დაახლოებით ასეთი შეხვედრაო და ალბათ აღმატებული კიდე სიყვარული მამაზე მეტია უფალს და მართლაც დააკვირდით მე ნათქვამი მაქვს ბავშვების გაკვეთილზე მაქვს ნათქვამი გაბრიელ ეპისკოპოსი თიქოძე როგორ ამბობს რომ ვინ გვანიჭებს ჩვენ იმის უფლებას რომ ამხელა სამყაროს შემოქმედ ღმერთს მამა უწოდოთ მამაო ჩვენო რო ვიჯახოთ საიდან ვინ მომანიჭა მე ამის უფლება წარმოიდგინეთ ამხელა თვალუწოდენელი სამყარო მილიარდობით თუ მილიონობით გალაქტიკა თითო გალაქტიკაში მილიონობით თუ მილიარდობით ვარსკვლავი და ერთი ყველაზე პატარა დედამიწა და აქ 8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს მარტო ეხლა. რამდენი იყო სულ მაცხოვრებელი. წარმოიდგინეთ ამხელა სამყაროს შემოქმედი, ამხელა კანონების, ამხელა სიცოცხლის შემქმნელი, რომელიც თან ამბობს, რომ შენს თავზე ყოველი ღერითმა მაქვს დათვლილი. იგი რა დონეზე განაგებს ამხელა სამყაროს უფალი. და აი ამ ასეთ დიდებულს და დიაც შენ მამას ეძახის, ეგ საკუთარ მამის ტოლად ხდი. ხო და აი რა გვაძლევს ახლა გამახსენდა გაბრიელ ეპისკოპოსი ასეხსნის, რომ იესო ქრისტეს ხო ქონდა ორი ბუნება. ის იყო როგორც ადამიანი და როგორც ღმერთი. ანუ კაცად მოსული ღმერთია, განკაცებული ამას ნიშნავს. ხო და აი ამ ორი ბუნებით შენ მოგცა საშუალება და უფლება რომ აღიქვა იესო ქრისტეს მშობელი მამათო იმიტომ რომ შენ ქრისტიანი უკვე ნიშნავს რომ ქრისტიანობაში ქრისტე ჩვენი დებს და ძმებს გვეძახის ჩვენ ეკლესიურებს ვინც ქრისტიანები ვხდებით და აი ქრისტესთან ასეთი დაძმური კავშირი ჩვენ გვაძლევს უფლებას რომ ჩვენი ქრისტეს მამას ღმერთს ჩვენც მამა უწოდოთ. აი რა საოცარი ურთიერთობა. ეგრე რომ ეს გარკვეულწილად ჩვენ
რა თქმა უნდა არ უნდა გაგვათამამოს ამან, მაგრამ რაღაც იმედიც უნდა ჩაგვიღვაროს და ნუგეში დიდი, რომ იქ ისეთივე თბილი და ჩვენთვის შობელი და საყვარელი მამა იქნება, როგორც საკუთარი ჩვენი ხორციელი მამა. მარადიული სასუფეველი. ეს არის უმაღლესი მიზანი ჩვენი ღვაწლისა სათნოებების მოპოვების საქმეში. სამოთხის ნეტარება დედამიწაზე განცდილ არანაირ სიხარულს არ შეედრება. ანუ აღემატება ყველაფერსო. იქ არ იქნება სიბერე და მისით გამოწვეული უბედურებები. ყველგან უხრწნელი დიდება დაისადგურებს. მაგრამ მთავარი სიკეთე ის ქრისტესთან და ზეციურ ძალებთან ახლოს ყოფნით გამოწმეული მუდმივი ტკბობაა. აქ გამეფდება სიყვარული, თანხმობა, მშვიდობა, სიხარული და ბედნიერება. ანუ იქ აღარ არის უკვე შემოძვიფასება რაღაცების მტკიცება, აი რაღაცების დავა, გარკვევა, რაღაც საქმეების დაუსრულებელი კამათი და თუნდაც ის შეხლა შემოხლა, რომ სხვადასხვა აზრებში ვიჭედებით ადამიანები და შენ გინდა შენი დაუმტკიცო სხვას, ნერვიულობ, რაღაცებს საუბრობ, როგორც სხვა ასევე რაღაცებს, იცით თქვენ, რომ ძნელია, როცა სხვადასხვა მიმართულების და სხვადასხვა აზროვნების კაცი ერთმანეთს აი ეს ჯიუტად შეეწინააღმდეგება საუბარში რა უხერხული და ძნელი მოსასმენია, თუნდაც უბრალოდ თუ არ ჩაერიო უბრალოდ მოსასმენად. აბა როგორი ცხოვრება, ეს არის ცოცხალთა ქვეყანა, სადაც არ არის არც ღამე და არც ძილი, მატერიალური საზრდო. მოკლედ არ ვფიქრობთ, ეხლა ჩვენ ქართველებზე ვთქვათ, რომ რა შევჭამთ, რა ჩავიცვალთ, აი ბავშვებს ხელფასის ადვიშოთ, რა წარმოიდგინეთ, ეს ამხელა ვალი როგორ გავისტუმროთ, ბანკის ვალს რა უყოთ, ეს ყველაფერი რომ მოგეხსნება, წარმოიდგინეთ რა საოცარია. არ არის ვაჭრობა, ფული, ბოროტების დასაბამი, ომის მიზეზი, მარტო ამდენი ომები რომ გაჩერდება, წარმოიდგინეთ. შუღლის ფესვი არ არისო, იქ ცოცხალი ქვეყანა, სადაც ცოდვების გამო კი არ კვდებიან, არამედ ქრისტეს მიერ ჭეშმარიტი სიცოცხლით ცხოვრობენ. ესე წმინდა ბასილის საყვარელი დიდი მოძღვრის სიტყვებია, რომლის ხსენებაც ეხლახანს იყო. იქ ცხოვრება იქნება შემოქმედებითი. სიცოცხლე უფრო მჩქეფარე, დროისა და სივრცის მიღმა, დღისაზა ღამის მონაცვლეობის გარეშე, ყოველგვარი ხმაურის, აუჩქარებელი და ნერვული მდგომარეობის გარეშე. ეს იქნება მარადიულ აწმყოში შემოქმედებითი ფრენა. აუ რა მაგარია. მარადიულ აწმყოში შემოქმედებითი ფრენა. უფლის ნათლით შემოსილ წიაღში ჭეშმარიტი სიცოცხლით დაუსრულებელი და მოუბეზრებელი ტკბობა. აი ასეთი ესე იგი მე ხო რომელიც წმინდანების აზრი იყო გეუბნებოდით და თლიანად ეს წმინდანთა აზრი აქ თავი მოუყარა და ერთად ასე ლამაზად ძივებად მოკლედ ჩამოაყალიბა ნიკოლაუს ვასილიადისმა. ჩვენ ვასილიადისის საუბარი გქონდა, როდესაც სიკვდილის არსების საუბრეთ. გახსოვთ? ესეც იგივე იმ თემის გაგრძელებაა და დასრულება. ზოგადად რა არის სიკვდილის არსი? სიკვდილი ნიშნავს, რომ აქ მთავრდება ჩვენი მიწიერი ცხოვრება და გადავდივართ მარადისობაში. ანუ აი ესე ეცნა. ეხლა მე ერთი პატარა მინდა გიორგიდან ერთი პატარა მონაკვეთი მინდა შეგახსენოთ. მოკლედ, იცით რომ მრავალ მოწამეა წმინდა გიორგი, დიდ მოწამე, მრავალ მოწამე, ანუ არაერთხელ აწამეს და მას უფალი ეხებოდა და აღადგენდა, როიტყვიან პირისაგან მიწის. ანუ ესე იგი დაჩეხი, საერთი ბორბალზე რო გააკრეს, იცით რომ მისი სხეული მთლიანად დაზიანებული იყო. აი ხორცი თითქმის აღარ ქონდა ცარიელ ძვლებს და წარმოიდგინე ქრისტე მოვიდა და უთხრა, ნუ გეშინია გიორგი მე შენთანა ვარ, შეახყო თუ არა, მთლიანად მთელი სხეული აღუდგა. ამ კიდევ იმის შემდეგ მრავალ გზის აწამეს და უფალი ასე უნებელს ტოვებდა, აღადგენდა. და
ერთხელაც დიოკლეტიანე ეუბნება, რომ მეო ერთ დავალებას მოგცემო და თუ ეგ დავალება შეასრულეო, მეც ვიწამებ ქრისტეს. წაგიყვან ეხლა ძველ სასაფლაოზეო და თუ შენ მკვდარს გააცოცხლებო, მეც ქრისტიანი გავხდები. კარგიო, დათანხმდა წმინდა გიორგი. წავიდნენ ძველ სასაფლაოზე. ხო და მართლაც ერთ-ერთ საფლავთან მივიდა წმინდა გიორგი და ასეთი სიტყვებით შესძახა, რომ განა მე მინდაო, რომ გამოგცადო უფალო, არ მიიღო ეს როგორც შენი გამოცდა, მე ვიცი შენ რაც შეგიძლიაო, მე ეჭვი არ მეპარებაო, მაგრამ აი ამ ხალხს იქ უამრავი ხალხი ესწრებოდა. მათ დასანახათ, რომ ესენი მოექცნენ და უბრძანა იმ მიცვალებულს, რომ ქრისტეს სახელით გიბრძანებ აღდგო. გაიხსნა უცბად საფლავი და რამოდენიმე ასეული წლის გარდაცვლილი მკვდარი აღდგა უცბად. აღდგა ნახეთ ასეუნება. დაუჩოქა და წმინდა გიორგის უთხრა, მომნათლე წმინდა გიორგი, მართლმადიდებლურად ქრისტიანულად მომნათლეო. და იქ ახლა ხალხმა უთხრა, რომ კაცო, შენ რა იცი წმინდა გიორგიო, ან მონათლა რა იციო, შენ ისე დროს გარდაიცვალეო, მაშინაც ქრისტე იყო და არ წმინდა გიორგიო, ან წმინდა გიორგი საიდან იცნობოდა, ან საიდან უთხარი, რომ მომნათლეო, რა იცი, რასამო ჯოჯოხეთში ვიწვევდიო და ჩვენო იქინანო, აქ რა ხდებაო თქვენთან, ამას ყველაფერს ხედავთ. ამიტომო დაუჩოქა და დროზე მომნათლეო, იხვეწებოდა. და მე ისე მოხდა, რომ დიოკლეტიანემ ასეთი ხო თქვა, რომ ხა დაინახა მკვდარი აღადგინა, ხო მეტი რაღა უნდა გააკეთოს, მაგრამ ასე თქვა, რომ ვაიმეო, ეხლა რო დაინახავ მკვდარი აღდგაო, ყველა ქრისტიანი გახდებაო და ქვეყანა დამეგრევაო. მე ვიღა მომისმენ. ხო და სასწრაფოდ მოკალითო ბრძანება გასცა. და წმინდა გიორგიმ კი მოასწრო ეხლა იმ მონათლა და თავი მოკვეთეს იქავე. ხლა ეს არის ძალიან საინტერესო, ანუ წარმოიდგინეთ რა მადლიანი კაცი იყო, ჯოჯოხეთში იტანჯებოდა, მაინც და მაინც მაგის საფლავთან მიიყვანეს. აღადგინა, მონათლა მოასწრო, განიწმინდა ცოდვებისგან და დაისვენა და წავიდა სამოთხეში. ანუ ჯოჯოხეთში მყოფი სამოთხეში გადავიდა. ხა მე ამ მონაკვეთიდან ეგ მომწონს ხოლმე, რომ ესე იგი, რომ იქიდან ფაქტობრივად ხედავენ აქ რა ხდება, ჩვენ ვხედავენ, ჩვენ ვერ ვხედავთ მათ. მამაპაის კიდე ერთი ესეთი რამე უწერია, აი წარმოიდგინეთ ღამეო. ჩვენ შუქი გვინთია, ოთახში ვართ, ფანჯრებზე ფარდები გაფარებული გვაქვს, ან ფარდები არა აქვს, ფანჯრები გვაქვს ფარდების გარეშე. და ჩვენ ხო გარეთ ვერ ვხედავთ, ღამეა და არაფერი ჩანს. და გარეთ ვინც არიან, ისინი შიგნით ხედავენ როგორ ავართ. ესე არიან ჩვენი მიცვალებულები ჩვენს მიმართ. ანუ ისინი ჩვენ განათებულოთას ხედავენ და შიგნით რა ხდება იციანო, ჩვენ კი იმ სიბნელეში ვერაფერს ხედავთ და არ ვიცით ისინი სად არიან და როგორ არიან. ამიტომაც ჩვენ დედა ეკლესიას დაწესებული აქვს მიცვალებულებისთვის ფაქტობრივად მოუკლებელი ლოცვა. აი ჩვენ რომ ვიცოდეთ, ეხლა ჩვენი მიცვალებული რომ ცხონდნენ, ჩვენ ხო გავზარმაცდებით და აღარ მიუძღვნით ლოცვას. ამიტომ ეს საიდუმლო ადამიანმა არ იცის, ამიტომ სანამ ცოცხალია და შეუძლია, ადამიანი ლოცულობს თავისი მიცვალებულისთვის. ეხლა როგორ არის ეს ლოცვა? თუ მას ჭირდება, ვისთვისაც მე ვლოცულობ, მისთვის და ეხმარება, მაგრამ თუ ის ცხონდა და არ ჭირდება, ლოცვა კი არ იკარგება, მე მიბრუნდება. მე კი სანამ წუთისოფელში ვარ, ესე იგი მებრძოლ ეკლესიაში. ყოველთვის ჭირდება თანადგომა და დახმარება და შეწევნა. ეგრე რომ ლოცვა არ იკარგება, მიცვალებულისთვის ადამიანის ლოცვა, თუ მას არ ჭირდება, ჩვენ გვიბრუნდება და მადლად გვექცევა. და ბოლოს ჩემო ვიფასებო, ბოლო ვაგონი, ასეთი ფსიქოლოგიური პატარა თხზულება გვაქვს, რომელიც მინდა რომ აქაც გავაჟღერო. მოკლედ, პირველად მიდის შვილი მატარებლით სოფელში და მამა აციებს, მშობელი მამა.
და მოკლედ ვიქ სუხარია თქვაზე აღარ არის და მამა კიდე ერთი 10 ჯერ დაარიგა უკვე აბა ფრთხილად ჩამოდი და ხო იცი არ გაცდე სახს და რა კარგი რა მამა ეუბნება ხო იცი რა უნდა რა სოფელში ჩასვლას ხო და რაღაცა და ბოლოს მამა აძლევს კონვერტს და ეუბნება რომ აქო შვილო წერილი წერიაო და თუ ვინიცობა გაგიჭირდეს ამოიღე და წაიკითხე. ო კაიო რა არ მიაქცია ყურადღება თუმცა ჯიბეში ჩაიგდო. და უხარია ახლა. მოკლედ დაიძრა მატარებელი. თავიდან ძალიან უხარია, არტო რომ მიდის, რაღაცა კაცობს და უცბად დაბრკოლებები დაიწყო. შემოვიდა ვიღაც თვრალი კაცი, ხო და აბა აურივ დაურია ამას. მინახარ და აქ რატო ხარ და ახლა უნდა რომ თვრას დაეხსნას და წავიდა და იგი სხვა მხარეს დადგა. იქით ვიღაც ხალმა ჯოხი ჩასწვა, ხრას დამიდექი პატრონი არა ყავს ადიშვილო რაღაცა და მე იქიდან სადღაც წავიდეს, იქ თვალია ვერ მიდის, იქ იმ ხალმა რაღაცა მივიდა იქაც უთხრეს, აქ ჩემი ადგილია, წადი სხვაგან დადექი და ნელა გული ამოუჭდა ამ პატარა ბიჭს და დაიწყო ტირილი, წამოვიდა ცრემლები და ვისებრატო თავის მამაზე. რატო გამომიშვა აქ მარტო და ჯერ ახალი დაძრულია? სიტყვაზე გურიაში მიდის და მცხეთას არ გამწდარა და ჩასვლა არ გინდა იქამდე. და ბრაზოს მამაზე და რო უკვე ვეღარ ჩერდება აუარდა ეს ლუკუნი ტირილი ანევრიულ და გაახსენდა წერილი. ამოიღო ეს წერილი და წერია. ნუ გეშინია შვილო, მე ბოლო ვაგონში ვარ, შენი მამა წერი. და გაიგო რომ მე აქვია რა მამა სადღაც და თუ გაუჭირდება დაუძახეს და გახალის და მე რა თქმა უნდა მოალა დაალაგა იმ თვალთანაც, იმ ქალბატონთანაც ყველასთან გაარკვია სიტუაცია და დასკვნა ასეთია. მორალი. ყოველ ჩვენგანს აქვს გულში პატარა ბარათი წარწერი. ნუ გეშინია, შენ მარტო არ ახარ. მე ბოლო ვაგონში ვარ და ეს წერილი ჩვენი ზეციური მამისგანაა. სამწუხარო ისაა, რომ ხშირად მას ბოლო ვარიანტში მივმართავთ, მაშინ როცა საშველს ვერსაიდან ვეღარ ვხედავთ. ანუ ამით გვეუბნება სიბრძნე, რომ ჩვენ უნდა უფრო ახლო კავშირი გქონდეს ჩვენ მამასთან. ეს კი ისე ხალისით მოგიყვებით, რომ ერთ ჩვენ მეგობარს მეუღლე გარდაცვლილი ყავს და მოკლედ ერთხელ ბაკურიანში ფერიცვალების ბანაკზე ეს რომ მოყევი, კალთაში უზის თურმე დედამის, პატარა ილია და ეუბნება, დედაო, მე მამამ რატო არ დამიტოვა ეგ წერილი? ხო და დაგიტოვაო, თავისმა დედამ უთხრა. მერე ჩუმად მე მომიყვა ეს ყველაფერი. მე ხო დავიმახსოვრ, სად არისო და შენახული მაქვს და მერე მოგცემ. ხო და მოკლედ რუსთავში მაშინ მქონდა ერთიანი შეკრება ჩვენი სამშობლოს ცოდნეობის და მართლაც ღვინავი ბუშტით მოვაბით ეს წერილი, ლამაზად დავწერეთ მოკლედ და ღვინავი ბუშტით აუშვით და ვისი წერილია, ვიწახით ვის წერილია და ეს ილიაც იქ არის. აბა ვნახოთ ვისი წერილია. ილია ვინ არის? ილია ციქარიშვილი. მე ვარო მოვიდა. აბა ჩამოვიღეთ ეს წერილი, აბა რა წერილია? წავიკითხოთ და სულ ყველა ხო შემოვერტყით, ვიცოდით რა ჩვენ. მე ყველაფერი და ილიას დაუკითხე რომ ნუ გეშინია შვილო, მე ბოლო ვაგონში ვარ, შენი მამა მერაბი. ერქვა მამას და თორმე დღესაც ჯივით დაატარებს. ილია რა წერილი სად არის? იძახის თურმე და აი ესეთი ესე იგი პრაქტიკა დაგვიკროდა სამშობლოს ცოდნეობის ბანაკს. ჩვენი მთელი ცხოვრება არის ძიება მარადისობის, ანუ მაგისთვის ვარ დაბადებული და მაგისთვის გაგვაჩინა ღმერთმა. უბრალოდ ერთი რამეა, რომ დაცემული ბუნება ჩვენი ზოგჯერ გვაგდებს ისეთ მდგომარეობაში, რომ აი თითქოს გაურბივართ მარადისობას და ეს მიდრეკილება არის ამ წუთისოფლისადმი. და სწორედ ეგეთი არის ის ადგილი, რომელიც გვაფხიზლებს ჩვენ, რომ ეს მიდრეკილებები, რომელიც გვაცილებს მარადისობას, რამენაირად დავახციოთ თავი. ხო, აი ცხოვრებას ამბობს, მოდით ჩემთან მაშხვალით ვცვენ და მე განგისვენოთ თქვენ. ჩვენ ვართ დამძიმებული, აი ძალიან დამძიმებული და მეტიც აი ისეთ დონეზე ვარ ზოგჯერ რომ გავიწყდება საერთოდ ვისთვის ვართ ამ ქვეყანაზე მოსული. ადამიანი ისე არის შეპყრობილი ამ
სურვილებით ვართ ზოგადად ყველა სურვილებით რაღაც ვეძებთ ყოველთვის რაღაცაში გამოსავალს, ვეძებთ ყოველთვის რაღაცაში შველას და ეს დამტკიცებს იმას, რომ ჩვენ არა ვართ სრულფასონები და სრულყოფილები და შესაბამისად იმიტომ ვეძებთ. იმიტომ ვეძებთ და რას ვეძებთ? ვეძებთ იმ მარადისობას, რაც მოგვცა თავიდან ღმერთმა. ეს არის სამწუხარო რეალობა, ხო? ამიტომ პირველი განსაკუთრებული ნაბიჯი, ასე ვთქვათ, ადამიანის ცხოვრებაში და აუცილებელი და ასე ვთქვათ, მაგის გარეშე რომ ვერაფრით ვერ მიუახლოვდება ღმერთთან მარადისობას, არის ეკლესიის წიაღი. ეკლესიის წიაღში უნდა იყოს ყოველი ჩვენი ზრუნვა, თქვა, ნებისმიერი ადამიანის შეიძლება საერთოდ არ იყოს სასულიერო პირი არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ყველასი უნდა იყოს იმაზე ზრუნვა, რომ მიიყვანოს ადამიანი ეკლესიის წიაღში. იმიტომ რომ არ არსებობს იმაზე დიდი იმსახურება, ვიდრე წირვა ლოცვა არის მოავლენილი ღვთის წინაშე. იმიტომ რომ იქ პირდაპირ რო თქვათ ერთიანდება ცადამიწა და რაღაცა საოცარი მისტიკა, ხო, მოდი ასე ვთქვათ, ადამიანის გონებისთვის დაუტევნელია, ვერ დაიწევს ბოლომდე, ხო? თუმცა იმ დონეზე ვიტევთ ჩვენ მაგას, რომ სიხარული ვიგრძნოთ, რა თქმა უნდა, სარწმუნოებით და ზრუნვით. იმიტომ რომ ყოველი ადამიანი იღებს სიხარულს და ასე ვთქვათ, ბედნიერების განცდას მაშინ, როცა სადღაც მოითმინა. ხო? მოთმინების საფუძველზე იღებს. ყველა შემთხვევაში, ხო? თუ ადამიანს არ აქვს რაღაც გარკვეული მიზანი და მანამდე ამ მიზნამდე არ უწევს რაღაც ნაბიჯების გადადგმა, ზრუნვა და შრომა, მაშინ მიზანი თუ ადვილად მიღწევადია, მაშინ ის სიხარულს არ იწვევს. იმიტომ რომ ეხლა ნახეთ თუ ჩვენი შვილები ყავს განსაკუთრებით და ზოგადად ადამიანის ბუნებას ხო განებირებული ხო აი თუ ეს მინდა კი ბატონო გოგიღიდი აჰა კაი მაგრამ საქმე თუ დადგება რომ თვითონ უნდა მოიპოვოს რაღაცა მე უკვე ეზარება რა იმიტომ რომ მიზანი ადვილი მისაღწევია მაგრამ როცა მივაჩვევ ჩვენ იმას რომ აი მიზნისკენ სწრაფო არის აუცილებელი რომ შენ გაისარჯო იშრომო იღვაწო ხო ანუ იგივე რაც იმარხულო ხო თავშეკავებით იცხოვრო რომ აი მოვადრო და ეზიარები ქრისტეს და ამასთანავე ეზიარები მე მოშიებული რო ხარ თუ რაღაცა ხორცი მოგენატრა თუ რაღაც ყველი მოგენატრა იმასაც კი იმ შემთხვევაში უკვე სხვანაირად იღებ როგორ სიხარულით იღებ მონატრებით იღებ და უფრო ბედნიერი ხდები ხო მაგრამ თუ ყოველდღე გაჭვევ ყველს და ხორცს და ნებისმიერ სულს ისრულებ შრომის გარეშე აი ეს სიხარულს არ იწვევს მე მინდა რომ იმ თემას დაუბრუნდე საგანგებოდ მონიშნული მქონდა წმინდა ხორცი კავშირ კალიველის პატარა მოსაზრებები მარადისობაზე და ამით დავასრულოთ ლამაზად ესე იგი ფილმი ქართული მხატვრული ფილმი ნერგები არის იქ ერთი ესეთი პატარა მომენტი ეს მიდის ხეკეჭურის ჯიშის მსხლების მოსაძიებლად ნერგები უნდა და თუ გახსოვთ ერთი კაცი ურმით გაუჩერებს და ემგზავრება და რო გაიგებს რომ 15 წელი და 16 წელი უნდაო ლოდინიო რამდენი წლის ახარო ამ მოხუცე წელს ხო და ასახში იყო ეს კაცი და მერეო შეკაცო შენო რო დარგაო მაგასო ნაყოფს ვეღარ მოესწრებიო და ანუ ამ დაუწუნებს რა საქციელს და ეს ეუნება ასეთ რაღაცას რომ რავას უყელას გეჩქარებათო სად გეჩქარებათო ამასთან დაკავშირებით აი რასამოს წინდა პორფირი მე მარადიული ვარ და ყველას ასეთი განცდა უნდა გქონდეს ვიშრომოთ როგორც უკვდავებმა ახეთ ვიშრომოთ როგორც უკვდავებმა და ვიცხოვროთ სიკვდილის მოლოდინში ეს მიუდგა თითქოს უკვდავია რომ დაარგავს და 20 წლის მერე კაკალი იქნება
ბოლო უკვდავი შვილები ყავს, შვილიშვილები ყავს, ხო იმაძეც უნდა ვიზრუნოთ და ვიცხოვროთ სიკვდილის მოლოდინში. ეს კიდე ეკლესიური სწავლებაა, რომ მე ისე უნდა ვიცხოვრო, როგორც ჩემი ცხოვრების უკანასკნელი დღე. ანუ ვიცი, რომ სიკვდილი მომივა. ესეთი ქრისტიანული წესიც არის მონასტერში შემხსენებელი არის, რომელიც ახსენებს, რომ იცოდე სიკვდილი მოვა. ანუ არ გათამამდე რა, წუთისაფრისეული. ხო, აი ეს არის კიდე ძალიან საინტერესო. თუ ღმერთს აქედანვე არ შეუერთდებით, არც მომავალ ცხოვრებაში ვიქნებით მასთან ერთად მის ზეციურ დიდებასა და სიხარულში. ესე იგი, აქვე უნდა ჩვენ გულში მარადისობა ვიპოვოთ. რა არის მარადისობა? მარადისობა იქ არის, სადაც ღმერთია, სადაც იკეთია. 64-ს ის არის. თუ ჩვენ გულში შევეცდებით, რომ გავიწმინდოთ გული და მოვიპოვოთ მადლის სულისა წმინდისა, ეს ნიშნავს, რომ გულში გვაქვს მარადისობა. თუ სიკვდილამდე მოვკვდები, აი ამ პროცესს ქვია სიკვდილამდე მოვკვდები. ანუ წუთისოფელი, რომ ჩემთვის ესე იგი აღარაფერს თუ სიკვდილამდე მოვკვდები, როცა მოვკვდები, აღარ მოვკვდები. ესეთი პოეტური გამოთქმა აქვს და ბოლო ასეთი ფრაზით დავამთავროთ. ქრისტემ ჩვენ უკვდავება მოგვანიჭა. ამას იგი ნათლად ამბობს. სიკვდილი არა იხილოს უკუნისამდე. იცხოვრეთ ქრისტეში და მასთან ყოფნით იქნებით ბედნიერები. ჩვენ ქრისტეში უნდა ვიცხოვროთ. გავერთიანდეთ ეკლესიაში. იმისათვის, რომ ეკლესიაში გავერთიანდეთ, უნდა მოვაკვდინოთ ძველი კაცს, ანუ ცოდვილი, დაცემული. ხოლო იმის იქით არც სიკვდილი არსებობს და არც არაფერი. მხოლოდ მარადიული ცხოვრება. აი თქვენს გისურვებთ და ჩემ თავსაც უსურვებ, რომ აი ეს მარადისობა წმენით, სიყვარულით გულით ვატაროთ ჩვენი უფალი იესო ქრისტე და ისე იგი ფაქტობრივად აქვე მიწიერი ცხოვრებაშიო შევძლოთ უკვე, რომ მარადისობის განცდა გულში გქონდეს. ლექსო მასწავლებელო, დღეს შემოგვერთა ქალბატონი ნინო მესხიძე და გაგაცნოთ და თავათაც გაგვეცნობა. ახლა ქალბატონო ნინო. დიახ, მოგესალმებით. გესმით ჩემი ხმა? დიახ. მე ვარ ნინო მესხიძე, ვცხოვრობ ხაშურში. მე მაქვს დღის ცენტრი მზრუნველობა მოკლებული ჯანმრთელი ბავშვებისთვის. მესამე წელიწადია უკვე ეს ცენტრი არსებობს. ჩვენ ვიღებთ ბავშვებს 6-დან 18 წლამდე. ეს ოჯახში მცხოვრები ბავშვებია, მაგრამ რომლებსაც რაღაცა გარკვეული მიზეზების გამო აკლიათ მზრუნველობა ან მიტოვების რისკის ქვეშ არიან რა. ეს ბავშვები ჩვენთან მოდიან, სახელმწიფო აფინანსებს ამას. ქვეპროგრამაა ასეთი, აი ეს დიდი სოციალური პროგრამა ხომ არსებობს და ქვეპროგრამაა ეს 6-დან 18 წლამდე მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვები. სახელმწიფო აფინანსებს და მოდიან ეს ბავშვები და ჩვენ ვცდილობთ, რომ მათ შეუვსოთ ის, რაც აკლიათ. ვზრუნავთ მათზე, კვება აქვთ, გაკვეთილებს ვასწავლით, კავშირები გვაქვს სკოლასთან, როცა ბავშვი ცოტა რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, ფსიქოლოგი ყავს და მუშაობთ ამ ბავშვებთან და უკვე აგერ მესამე წელიწადია და გვაქვს რაღაცა პატარა შედეგები და პირადად მე ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ და ეხლა უკვე დამიდგა ეს პერიოდი, ნუ ეს პირველი 3 წელიწადი რა თქმა უნდა იყო გაცნობის, შეჩვევის, დოკუმენტაციის მოწესრიგების და ასე შემდეგ და ეხლა დამიდგა ესეთი ეტაპი, როდესაც მინდა რომ უფრო კიდე რაღაცა შევძინო, ასე ვთქვათ, ამ წელს და ეს ბავშვები კიდე უფრო მეტად იცით, მინდა რომ დაინახონ, რომ გარდა იმისა, რაც თავიანთ ოჯახებში ურთიერთობები არსებობს კიდე სხვა ადამიანები, სხვანაირი ურთიერთობებით, სხვა რაღაცა ღირებულებებით და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა
ნაწილობა შედგება. მე სულ ვეძებდი ამას და ნინო მადლობა რომ თქვენ ასე ვთქვათ დამაკვალიანა და ბატონო ლექსო თქვენი რამდენიმე გაკვეთილი მოსმენილი მაქვს შალვა ამონაშვილთან რომ მქონდათ შეხვედრა და იქიდან გიცნობდით და მინდოდა სხვათა შორის თქვენი გაცნობა ძალიან და ჩემი მეგობარი ცხოვრობს რუსთავში და კიდევაც ვკითხულობდი სად შეიძლებოდა თქვენი ნახვა და ის რომ ძალიან ბედნიერი ვარ დიდი მადლობა და რომ ესეთი შესაძლებლობა მომეცა. რა ვიცი მე იმედი მაქვს ჩვენი რომ ვითანამშრომლებთ კარგად. ბატონო სიამოვნებით ჩვენც გიხარია ძალიან და გაგვიხარდა თქვენი ეს შრომა რომ წარმატებით მიმდინარეობს და ჩვენც შევეცდებით რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ძალიან კარგი. უფალს არ აინტერესებს ჩვენ როგორები ვართ გარედან. თავარი არის გული და გული აინტერესებს უფალს. იქ კიდე არის გულში არის კიდე მეორე გული. ჩვენი მასწავლებელი ლექსო მასწავლებელი გვეუბნებოდა. გულის გული ქვიაო და ის გულის გულში უნდა გაუღოთ კარები უფალს და იქ თუ შემოვიდა უფალი და დაიმკვიდრა თავისი ადგილი ხო? აი მაშინ ჩვენ უკვდავები ვართ და აი მაშინ პოულობთ ჩვენ ჭეშმარიტ სიცოცხლეს და არასოდეს არ მოვკვდებით მაშინ. მე უნდა ვიცხოვრო ისე რომ დავიბრუნო ჩემი დაკარგული სამოთხე. ისეთი ნაბიჯი უნდა გადავდგარო მე ვიბრძოლო იმისათვის რომ უფალთან ვიყო. სიყვარულისთვის შეიქმნა გული და სიძულს დაუდეთ ბინა თავისუფალი შეიქმნა სული ჩვენ კი ეშმაკის მონობა გვინდა ადამიანო წმინდა არის გული რომელსაც სწამს ღმერთის, სწამს მარადიულობის და სწამს იმის რომ არანაირ ტკივილს არ შეუძლია რომ ადამიანი ბოლომდე დაანგრიოს და გამოფიტოს ესე რომ ვთქვათ და გული რომელიც უბრალოდ ამღვრეულია იმისთვის უკვე აღარაფერი აღარ არის საერთოდ არაფერს აზრი არ აქვს და აი სულ იღლება სულ რაღაცა ცუდ ხასიათზე ჩვენს გასახარად შექმნილ სამყაროს ბოროტებისგან დავაკვეთ კვალი ცხოვრება თავად გავხადეთ მკაცრი და ჩვენს მაგივრად ღმერთს დავდეთ ბრალი ადამიანო ზოგჯერ სულელო ზოგჯერ ჭკვიანო ზოგჯერ უსნეო ზოგჯერ ზნიანო ზოგჯერ პირქუშო ზოგჯერ მზიანო ადამიანო გული ბოლომდე უნდა გავხსნათ გული, უნდა განვიწმინდოთ გული უნებებისგან და უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი მტერი უნდა შევიყვაროთ, არავინ არ უნდა გძულდეს და უფალი შემოვა ჩვენთან, ჭეშმარიტ სიცოცხლეს ვიყოთ. თავიდან მესიჯი მომიდა, რომ მტკვარში დაკარგული ბიჭი იპოვეს. ყველას ძალიან გაგვიხარდა, იმიტომ რომ ცოცხალი გვეგონა იპოვეს და რაღაცა და როცა გავხსენით ეს ინფორმაცია და ეწერა გარდაცვლილი იპოვესო და მაშინვე ყველას შეგვეცვალა ხასიათი და მაშინვე ყველა მტირილი დავიწყეთ ნერვიულობა დავიწყეთ მე ბავშვებისკენ გავიქეცი რომ მე თქვა კიდე ბავშვებისთვის რომ ვრუნებულიყვნენ მე უცხნი ყველას ამ სიმღერას ვინც თართობს ღიმილით ათბობს ხალხს განიცდის წავს სიგეთის წავს ვინც გრძნობას დარაჯობს ვინც მეგობარს არ დათმობს ყოველი ეწყობდა გიორგით და მთავრდებოდა გიორგით, იმიტომ რომ ზოგადად ისეთი ადამიანი იყო, რომ არასდროს განსაცდელში მარტო არ დაგტოვებდა. მტერსაც კი შეეძლო ისე დახმარებოდა, როგორც საკუთარ დას. გულკეთილი ბიჭი იყო ძალიან და რა ვიცი, არავის არ აწყენინებდა. აი, მეგობრულადაც რამდენჯერაც შეკამათება მოგსვლია ერთმანეთში, ყოველთვის თვითონ დგავდა პირველ ნაბიჯს ისევ შესარიგებლად და ისევ ურთიერთობის აღსადგენად ჩემთანაც და ზოგადად ყველა მეგობრებთანაც, რომ ანუ თვითონაც ძალიან წუხდა ხოლმე, როცა ადამიანს რაღაცას აწყენინებდა ან ატკენდა. მართლა ყველას უყვარდა და მართლა ყველა უყვარდა და რა ვიცი, როცა ის გამოდიოდა, ისეთი ბედნიერები ვიყავით ხოლმე. სახლი იყო, ადამიანი იყო, სახლი, ოჯახი იყო. ვინც კისკისით გვაღვიძებს დილას, ვინც ყველაზე ძალიან გვიყვარს. გული ქონდა ისეთი, რომ შეგაყვარებდა თავს.
მეგონა რომ დავეცემოდი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ტკივილი იყო, რადგან აქამდე არასდროს განმიცდია მსგავსი ტკივილი. მე პირადად არ ვიცნობდი ამბობს, მაგრამ იმ ადამიანებს, ვისაც ხედავდი, რომ აი როგორ ტკიოდათ გული, ზუსტად ისე ტკიოდა შინაგანად და არ ვიცი, ამ დროს სიტყვებით შეიძლება არ არსებობს, რომ დაამშვიდო ადამიანი. ქართლის ცხოვრება სიმწრით დაწერილია. ომს რა მოყვებოდა? ომს მოყვებოდა სიკვდილი და გლოვა, მაგრამ ქართველები მაინც სულ საგმირო სიმღერებს, ლექსებს მაინც წერდნენ და მაინც ვიბრძოდით, ჩვენ რო გლოვას მივცემოდით, ჩვენი საქართველო დღეს აღარ იქნებოდა. როდესაც კარი იხურება, ამ დროს ხანჯარა იღება. არ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული სიკეთილ კარზე. ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული გაღებულ ხანჯარაზე. შეიძლება რაღაცა ცუდი მოხდა, მაგრამ იქს რაღაცა პატარა ხანჯარა გაიღო. აი იმაზე უნდა ვიყოთ ჩვენ ორიენტირებული, ესე იგი რომ რაღაცა იმედი კიდე არის. ბავშვები ტიროდნენ, ანა ტიროდა, ანას მეგობარი არის გიორგი და მე რო შევედით ვამშვიდებდით, ზუსტად ის სარკმელი და დახურული კარის პრინციპი არ გამოიყენა და წამოდგა ფეხზე და ანდრიას ეუნებოდა გვეყო ტირილი ახლა და ჩავიდეთ ქვემოთო და ჭირიც უნდა ვიცოდეთ და ლხინიც არ უნდა გავტყდეთ. ჭირმა თუ განკვტეხა, საქართველო აღარ იქნება. ასე გადარჩა საქართველო. ამიტომ ჩვენც ვიტკივილოთ ის, რაც მოხდა და ეს ძალიან სამწუხაროა და ძალიან არასასიამოვნო, მაგრამ ვილოცოთ იმისთვის, იმიტომ რომ მას ჩვენი დახმარება სჭირდება და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ჩვენ ასე გადავწყვიტეთ, რომ დღეს ვილოცებთ და ხვალე წირვაზე დავდგებით მისი სახელით ყველა, ვისაც შეუძლია და ვისაც ეკუთვნის, რომ ვეზიაროთ და ასე რაღაცნაირად დავეხმაროთ. ვისაც უფეთქავს გულში ადამიანთა და ვინც გაზაფხულით თვრება, ვისაც შეუყვართ მას ვინც აქ აღარ არის, ხვად იქცა ქარის და მღერის ვერის თვალების ვერის სიმღერას, ვერის თვალების ვერის სიმღერას, ვერის თვალების ვერის სიმღერას, ვერის თვალების ვერის. ყველაზე ძლიერი იარაღი ამ მომენტში და ზოგადად ყოველ ცხოვრების რთულ ეტაპზე არის ლოცვა, ღმერთი და რწმენა. ჩვენ ამ დღეებში ვისწავლეთ, რომ როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ადამიანი გარდაგვეცლება იმ დროს მეორე დილით როგორც კი გათენდა და წავედით და მისთვის სალოცავად დავდგით წირვაზე და ჩვენც დავმშვიდით და ერთმანეთსაც უფრო გვერდში ვედექით, ვამხნევებდით და ის სიმშვიდე მოვიპოვეთ. ხსნა არის ჩვენი დედა ეკლესია, ჩვენი ზიარება, ჩვენი აღსარება. ვერის თვალების ვერის სიმღერას, ვერის თვალების ვერის სიმღერას, ვერის თვალების ვერის სიმღერას, ვერის თვალების ვერის. გარდაცვალება არ არის სიკვდილი. სიკვდილი საერთოდ სხვა რაღაცა არის. იქ ასე წერია, რომ გარდაიცვალოს სიკვდილისაგან ცხოვრებაზე. მართლა გიორგი არ მომკვდა. თქვენთან ერთად რო არ ყოფილიყავით ის ბავშვები, ვინც ვიცნობდით ამ ბიჭს პირადად, ბევრად სხვანაირად წარიმართებოდა ყველაფერი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოითმინო და არასდროს არ დაკარგო იმის იმედი, რომ რაღაც კარგი მოხდება შენ ცხოვრებაში და არასდროს გამოგვიგზავნის ღმერთი ისეთ განსაცდელს, რომელსაც ჩვენ ვერ გავუკლავდებით. ჩვენ თითოეულმა ბავშვმა ის გავიაზრეთ, რომ გიორგი გადავიდა სხვა სამყაროში და იქ დაიწყო ცხოვრება. ვისაც უფეთქავს გულში ადამიანთა და ვინც გაზაფხულით თვრება, ვისაც შეუყვართ მას ვინც აქ აღარ არის, ხვად იქცა ქარის და მღერის ვერის თვალების ვერის სიმღერას, ვერის თვალების ვერის სიმღერას, ვერის თვალების ვერის სიმღერას, ვერის თვალების ვერის. 40 დღე უკითხავდით ფსალმუნებს, ყველა მოსახსენებელისაც ყველაფერს უკითხავდით და რაც შეგვეძლო გავაკეთეთ. ჩვენ რო დავიწყეთ ლოცვა, ეს შეკვეთილი წირვა, ზიარება და ასე მე მაგან გადამარჩინო. ისევ ამოდის თეთრი თვარე
და სიყვარული მოგონებას გავს შენზე ოცნება შევიყვარე და ეს სიმღერა არ მანებებს თავს მენატრება შენი ნაზი ხმა ტკივილიც კი ისე უმტკივა, მაგრამ ვიცი როგორ უნდა გავუმკლავდე უკვე და მაშინ არ ვიცოდი მანამდე. სიკვდილი არ არსებობს და ეს უნდა გავიგოთ და კარგად უნდა დავიმახსოვროთ, რომ უფალმა თქვა, რომ თავად მე ვარ სიცოცხლე და აღდგომაო და ჩვენ ეს მეტის აღარცაა საჭირო რომ მეტი ვთქვათ და ისევ შორს დავჭი, ისევ მარტო შენზე ფიქრი თუ შემომიღებს გარს აღარ მახსოვს შენი ქუჩა და ამ სიმღერას გამოვატანქავს საუკეთესო ადამიანებთან ერთად მიდიხარ საუკეთესო ადგილას, რაც კი დედამიწის ზურგზე გეგულება და ყველაზე თბილი და ტკბილი. აი, ცოტა ხანი ვიყავით, მაგრამ აი თითქოს რაღაცა ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება ეგ. რომ აი მაინც სითბო იყო. სიცოცხლე უფალია და უღმერთო ვინც არ არის და ვინც ღმერთთან არის და ვინც ღმერთთან ერთობაშია ის არ მოკვდება არასდროს. ადამიანი არ კვდება, ადამიანი გარდაიცვლება და იქ ყოველთვის შენთან იქნება რაც არ უნდა მოხდეს. ჩვენ უფალს ვეზიარებთ, ჩვენ მასთან მივიდივართ და ის ჩვენში შემოდის და ჩვენ არასდროს არ მოკვდებით. ეს უნდა გვახსოვდეს. თუ ადამიანში რამე ცუდს ვამჩნევთ, ესე იგი ამ ცუდს იმიტომ ვამჩნევთ, რომ ის ცუდი ჩვენს გაგვაჩნია. ადამიანში უნდა შევეცადოთ ყოველთვის დავინახოთ ის დადებითი თვისება და ის დადებითი ავიღოთ. დღევანდელ შეკრებას უწოდეთ გულის სიღრმე და თურმე გულში რამდენი ტკივილი ყოფილა, აი. მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე მტკივანი და ყველაზე ცოდო იცი რომელი გულია. ერთი გოგო გამოვიდა და მე ყველაზე ძალიან ის მტკივაო, რომ არსებობენ ადამიანებიო, ვისაც სულის მარადიულობის არ ჯერაო. ვისაც არ ჯერათ, რომ ღმერთი მართლა არსებობსო და ხანდახარო ფიქრობო ასეთი ადამიანი რა ცოდოაო ღმერთო ჩემო, აი ესე თქვა, აი. მთელი ქართლის ცხოვრება ქართლის ჭირია. მაგრამ ჩვენ მაინც მხიარულად მოვდივართ და არ ვიხევთ უკან და აი საქართველოს თქვენმა მამაპაპამ, ჩემმა მამაპაპამ აქამდე მოიტანა. აი ჩვენი სულის კვეთება, ჩვენი ქართული სისხლის, ჩვენი ქართული გენის, ქართული იდეაც, ღირებულებათა ღერძი პატრიარქმა ასე ჩამოაყალიბა. ღმერთი სამშობლო ადამიანი. ყველა ერთს თავისი ღირებულება აქვს. აი ჩვენთვის კი ყველაზე მთავარია ღმერთის სიყვარული, რომ ვირწმუნოთ, რომ სული მარადიულია და ჩვენს მიცვალებულებს მოვეხმაროთ. სამშობლო რომ მას მიუძღვნათ, თუ რამე გაგვაჩნია, ნიჭი, უნარი და ყველაფერი და ვიზრუნოთ ერთმანეთისათვის, ადამიანებისთვის. ჭირში გვერდში დაუდგეთ, ხინშიც გვერდში დაუდგეთ. წასულებისთვის ვილოცოთ და ასე გავერთიანდეთ მათთან ერთად და ცოცხლებიც გაჭირვებაში არ დავივიწყოთ და დანარჩენი კიდე აი ესე ერთად გავლიოთ ჩვენი დარჩენილი ცხოვრება, ისე რომ თავარი მიზანი კონდეს, როგორ დავიბრუნოთ რა? დაკარგული 64-ს და დაკარგული ტერიტორიების კი ბატონო თანახმოვე. იმიტომ სამშობლოც გვიწერია. აჰა. ამ სამ დღემ ჩემში სიმართლე გითხრა დიდი გარდატეხა მოახდინა. ერთმანეთი შევუშვით შიგნით და მთავარი კარებიც გავაღეთ და უფალი შევუშვით ჩვენ გულში და იქ უკვე ყველაფერი იხსნება და მთელი გული გადაიშლება ხოლმე. და ეს გული გადაიშალა ამ სამ დღეში ჩვენთვის. ცხოვრება არის ერთი წამი და მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის უნდა ვიცხოვროთ ისე, თითქოს უკვე ბოლო დღე და რასაც აი შენს ბოლო დღეს გააკეთებდი, ყოველთვის უნდა გააკეთო და ისე უნდა მოიქცე, რომ არასდროს არ ინანო, რომ რაღაც ნაბიჯი ვერ გადავდგი და ვერ მოვასწარე. ჩემი ტკივილია, რომ ამაზე ვარ დამყარებული თითქოს, რომ მაინც მოვატიებს ღმერთი. არა და სინამდვილეში ჩემი ცხოვრების წესად უნდა იქცეს
კარგი ცხოვრება და ყველანაირ საზოგადოებაში ერთნაირად ყოფნა, რომ არ უნდა მოექცეს ხვის ჩარჩოებში არასოდეს პირიქით. იმ ადამიანებს უნდა ანახო, რომ როგორ უნდა იყოს ნამდვილი ადამიანი და ამ დროს როცა შენ არ ახარ ნამდვილი სიტყვით რაც არ უნდა თქვა და საქმით თუ არ ამტკიცებ ამ ყველაფერს იმ ადამიანებთან, ამით ვერ გახდები მაგალითი იმათთვის. ერთობა ეს სიყვარულს იწვევს, ეს გულის სიღრმეში შედის და მთელი ესე ვთქვათ ორგანიზმი, თითქოს მთელი სული, მთელი ორგანიზმი რაღაცას სიხარულს განიცდის და რაღაც გრძნობა არის გამოწვეული, რომელიც ისეთი ღრმა არის, რომ სიტყვებით აღწერაც კი შეუძლებელია და თითქოს ამ დროს ის იმდენად ბედნიერი ხარ, რომ არც იცი რა უნდა გააკეთო და ამ ადამიანებთან ყოფნა ყოველთვის სიხარულის მომგვრელი იქნება შენთვის. გულის სიღრმე ვაჩვენოთ ყველას ჩვენი საქციელით და არა მარტო სიტყვით და ეს ყველაფერი კიდე ჩვენ სამშობლოს ცოდნეობაში და ჩვენი სიყვარულით მე მჯერა რომ მტკიცდება და ყველა ხედავს ამას. საქართველოს აფხაზეთ სამაჩაბლოს ჰერეს საქართველოს ეს სამი ჩემთვის იყო რაღაც სასწაული დღეები. ისეთი დღეები, რომლებსაც შეიძლება 3 წელიც რო გავიდეს ვერ გაიარო ეს დღეები. ლოცვას, ღმერთს, ერთობას, ეკლესიას, რწმენას ქონია ის ძალა, რომ ადამიანი შეუძლია გადაარჩინოს და არასდროს არ ათქმევინოს ის, რომ აი მე ამას ვერ შეძლებ, იმიტომ რომ ყოველთვის ყველაფერს შეძლებს. სამყაროს სულის უსასრულო სიკეთის ძალა, თუნდაც წამიერ. გისურვებ ღიმილს მრავალ ჟამიერ. მრავალ ჟამიერ. ხინეაკა ჭირი არცა 10 ერთად 100-ასა შრომა პურად ჟამი ახკმა ზეგულებად ღმერთი დასკვნა ხინეაკა ჭირი არცა 10 ერთად 1-ასა